დილამშვილი და ბიზნეს როგორ ახდით? კარგად. წავედით. ჩაურბინეთ ერთ აღსრულებას, მოვიკითხოთ ოჯახის ალბომიანად ყველა. ხო, არ ვიცი, არ ამჭირდეს ჭხირი, ძალიან კარგია ყახური და მიყვარს. ახლა მე ამის დრო მაქვს. ჩემი მეორადის ნაიკი შლაქსი. ადრე როგორი ტიპი ვიყავი, ახლა მოგიყვებით. სულ ადრე პატარა გქონდა. ძალიან მოგთვალის ჩიგელებს უსობდი ხოლმე თვალზე. პამადას, ლაინერს, დედარას ვიტყარწებოდი და ქუსლები. ვიყავ პატარა ქალა. რასი ტყნის სახეს, მაგრამ მალე მივხვდი, სადღაც 26 წლის ასაკიდან აღარ ვიღებებოდი. და მე ვფიქრობ, რომ ჩემს სახისკანს მაგანაც უშველა. ხო და ახლა ჰერი პირდაპირ. რა მაკიაჟი, უნდა დავუთვალო ნათესავები. მთელი ოჯახის ალბომი აღსრულებას ნიჯერ იმათ დამითვალეს, მაგრამ ახლა პატრული დამიჩითოს. იგრევე ხლეშავს. ჯარი მას 40 ლარიანს, იმიტომ რომ გადმოსასვლელი სადღაც ჯანდაბაშია. არ მინდა წესები. იყო დრო და მომენტი. როცა აი ეს მაღაზია იყო ჩემი ნახირავები მქონდა და მაშინ მქონდა მეორადების მაღაზიები. ერთი წერეთელზე, ერთი წნოვსაშინა და ერთი აქ. და კარგი გოგო ვიყავი. ეხლაც ვფიქრობ. რაღაც დანაზოგს რო გავაკეთებ, მანქანას აღარ ვახსენე. ოღონდ ისეთი რამე უნდა გავაკეთო, რომ ძალიან კარგი აუთლეტები შემოდის. ნახე საწყობები ძალიან მომეწონა. ხო და ძალიან ახალგაზრდული. მე TikTok-ს მივაშველი ონლაინ გაყიდვები. არაფერი არ მეზარება, დღით და ღამის გავასწორებ, რომ ჩემ შვილებს უკეთესი მომავალი ქონდეთ. შეუძლო რომ სახლი ვიყიდო, ხედავგო. ერთმოშტად გავაჩერდი სირმონებით დრო რო ქონდეს. ერთი გოგო. აქ გვაქვს კარგი ყვავილების მაღაზია. გამოვდივარ კოლარენცოვის მაიდანზე. ალბათ კურიერია. ჩახუტებული აქ ძალიან ბევრი ყვავილები. ეს არის ჰერბიას ყვავილები. ეს ჰერბია მწვანილები. კაცმა შეაწოდა, არ ვიცი რა ხდებოდა. ეს არის საუკუნეა ჩვენთან. ვიღაცის ვაფლები. დრო ვერ მოვძებნე, რომ შევიდე და გავსინჯო. რაღაცნაირი ვარ. და არ მაინტერესებს. 11-ზე უნდა ვიყო ლუბლიანაზე. წავიყვან ჩემი სამფეხა. მოუკვდეს და კასტილებით მივატოვე. არ სხვა გზა არ მქონდა. იცით რომ ამ მდგომარეობით არავინ არ მყავს ვინც უბრალოდ სახლიდან გამოსვლაში დაეხმარება. ძალიან ნერვიულობ ხოლმე, მაგრამ ნუ სხვა გზა არ არის. ეს ორი დღე უნდა დავისვენო. კუნთები დავასვენო. და მე თქვა მიყვარს ალაზანი თქო. ეთქობა ძალიან მომენატრა ჩემი სახლი, ჩემი წნორი კვარი და თოლიები არ არიან ესენი, თუ თოლიები არიან თუ ყანჩები. ბიოლოგიის მასწავლებელი მცემს. გალამაზი. ხო და გუში რომ მოვედი, მან ჯერ ხომდენი ხანი საცობში ვიყავი. თავი მეთკინა, გვინი მეთკინა. და ნუ მანქანა ვერ გავეცე.
შემიძლია ჩავიხუტო და ვაკოცო. მანქანა ვერ გავაჩერე. წავიყვანე სადღაც. ხო და გადმოსაბარგებელი მოქის ხარახურა. რომ ნიკა ვერ ჯდება, ანუ უკან უნდა შეჯდეს ესე. ხანჯარას ეყუდება ზურგით და ფეხებს შლის და რამდენი დარი და ხოდა. მე რა უნდა მოვწესრიგო თქვენ ვერ ხედავთ. წარმორჩილი. ტრედი. საშინო მდგომარეობაში ვარ. ნამეტან ხავხენა. ძალიან ბევრჯერ მომსიჯოს კეპი. იმიტომ და სადღაც მეწყობას და ხმარობს. სკვერზე ხوار გადავიდეთ. გული გავიხალისოთ. ძაღლების კი მაშინია. მიყვარს დედაენის პარკი. იმედი არ შემჭამ. ჩავიდეთ. უფრო მეტი ჰაერი იქნება. მე მანქანა დადის. აი ჰაერი, მაგრამ ეს არა ქვია. რა ქვია? და მიყვარს ეგ გავთხოვდა ხალხო არ ფიქრო. მაიცა ეს იმე მოანგრია, ეს ნუ ჩვენ ფეხები დავაპირებ ჩასვლა. არა, არა. არის ასრულდა უცნობი. ხოლმე უნდა მოვწესრიგო და სადმე გავისეირნო, თორე მაიცად. ეგ სიმწონი. გულსულ ხარია. არ ვარ ბებერი, რა თუ არ ბებერი, ყველაფერს მინდა და მიხარია. თან ახალგაზრდად ვცნობთ. მე მესენი რომ ამაზებია. დასუფთავების ბიჭები. და კაია იუსტიციის ახლოს რომ 5 წუთი მე მგონი დაკეტილი იქნება, ჯერ 9 იქნება. ჩამოვასკდი. პაპიროსის სახში დავტოვე, არ მოწია თქო. ცოტა უნდა დავარეგულირო, იმიტომ რომ უნდა დევეხსნა. ახალი ტელეფონი მინდა. ამას მეხსიერება, რადგან ფინი ყოფილა. საუკუნე არ ყოფილა, ნიკა დავყავდა ხოლმე. როცა როლიკები ქონდა. მე რაღაცა ცოტა სხვანაირი ახალგაზრდა იკრიბებოდა ხოლმე და ვერ იგებოდი. ნასვამ ახალგაზრდა ზაფხულში ანტაია გრილა. ფანტანები ირთვება იმ ტერიტორიაზე და ძალიან კარგი აქ იყო სკამებთან ბლუთუსით თუ რაღაცით იჭერდი ჩარკვიანი სიმღერებს, არ ვიცი ეხაც არის თუ არა, მაგრამ რო გააკეთეს მე ძალიან მიყვარს ჩარკვიანი რამდენიმე სიმღერა. ხო და უსმენებოდი ხოლმე. დედაენის ბაღშიო ჩვენი ინა ქართული საოცარს უთხოვს რატრატებ თავი ხო აგატკეთ წავედი ხა მე გავაგრძელოთ თუ დაიტევს უბრაცონდი გაიხსნება 4-ში და შევა პარკინგის ზონაზე არ უნდა ვიაროთ რა თქმა უნდა დაწყეს ვინკინა ხარ მაგრამ მე ხო ყველგან შევეღეთო სადაც შეიძლება მოკინაღამ დავით რო ყირავ გულიყავ ვისაც გინატრება ჩგოგოებო აიცადეთ კაია პრინციპი ხედავთ ან მოვაახლოვოთ ადრე სივა ხალხი გუში რა კაი ამინდი იყო წავედი აბა დავიცვალო ხალხი სარომეულია აღარ მეცინება არა მეცინება მოკლედ მივედი აღსრულების გოგოსთან სადღაც სივრცეში 28-ში სახე აქ
მე ძალიან ისე მშვიდად 180 ლარია და ჯანდაბას 360 ლარი და მე დავრეკე და აღმოჩნდა ეს მერიის ჯარიმები და cover-ზე არის სურათები რომ საბჭოს მოედანზე რომ მივდიოდი და ვაჩერებდი თურმე დაუყენებდი არ ვიცი რა ქვია რა სენსორული კამერა მერიის პარკირების ჯანდაბის და ოხრობის 970 ლარი მაგ ჯამში გადასახდელი საწავიდე არ ვიცი მოკლედ ახლა კიდე მოხდა არეულობა ჩამერიცხა რაღაც ხელფასი რომელმაც დააგვიანა და მოვასწარი და ამ 550 ლარიდან გადავიხადე ცოტაოდენი თანხა რამდენიმე ჯარიმა რაც დარჩა ისიც მომეჭრა დავრეკე აღსრულებაში მათქვე როგორ ახარც თქო ჩვენ კარგად ვართო მაგრამ შე როგორ ახარო თვითონ ასეთი ბატი როგორ უნდა იყო რომ რა გაგიხდა საფარაძეს წასვლო და მანქანის გადმოტანა იმიტომ რომ ერთი ჯარიმა რომ მოგივა და მიხვდები რა ანუ ზუსტად საბჭოს მოედანზე რამდენი საჭმელად წავალ წარმოიდგინეთ ხალხო ყველა იქ მაგ დაგროვილი დეკემბრის მერე იწყება ათვლა გაახაროს ის გოგო რომ დავრეკე მერიაში ამ ცხელხაზე მითხრა რომ მარტო ეგენი არ გაქო თორე ის კიდე აღსრულებაში გადავიდოდა და ყველა 50 ლარიანი გახდებოდა კიდე 180 ლარიანები ძალიან ვინერვიულია ნიკას წაყვანა დავაგვიანე არ ვიცი სესხსავერებ სავარაუდოდ ხოდა ეხა რო ჩამოჯრა კიდე 69 ლარი დავტოვე რომ მაღაზიაში შევალ მეთქი რაღაცას ვიყიდი იმიტომ რომ სირაქლე მასავით მინდა რომ გავიქცე სადმე და თავი ჩავყო ეს ის პოზიცია როცა შენ გაკერდა წამოწვე უბრალოდ უნდა ადგე და გახვიდე განიავდე რაც სხვაზე გადაერთო იმიტომ რომ ყველა პროს ამ ცოცხალი ვარ ვერაფერი ვერ შემაშინებს და ვერაფერი ვერ ეს ხო ჩემი დაუდევრობა ვის შეიძლება დავაბრალო და ჩემი ნაწყალებია, ჩემი ნაშრომია და ნიკას მთელი 2 კვირის ფულია მოგროვებული. ხო და ეს გოგონა მიხსნის ვინმე გვანცა რომ ყადაღა სხვა არისო და ინკას სხვა არისო. მეთხარი შე როგორ ახარ მეთქი. საქართველოს ბანკიდან რაღაც თანხები გავიდა. თიბის ველოდები პროცესს როდის დაასრულებენ. არ არის აქ მოწერილი, იქ მოწერილი. ანუ თქვენი შეცდომაო 360 ლარი თიბისზე დამიკავა აღსრულებამ შეაჩერა ინკასო დამედო არა ინკასო არა აღსრულება ანუ ეს თანხებია თქვენია უბრალოდ ვერ ხედავთო ვერაირად არის ჩვენ თუ ვერ ხედავ როგორ არის ჩემი მოკლედ ხო და იმ გოგოს დავაწერინე რომ რახან შეჩერებული იყო 280 ლარი და ვიფიქრე რომ 180 ლარს მოხსნიან მეთქი ამას თქო და უკან დამიბრუნდება თქო ან ცალ-ცალკე ბანკებიდან ქენი თქო ხო და იქ შეგეშალა ძალიან აჯებ სანდალში ვარ მგონი თვითონაც არიცი არა შვებიან ზუსტად ვიცი რომ 100 ლარი გადავიხადე და დამრჩა 450 ლარი ჯარიმების გადასახდელი ჯარიმები უფრო მეტი გადავიხადე ვიდრე ჩემი მანქანის ღირებულებაა. საბჭოზე მე ფეხის გამდგმელი არ ვარ. და არც საჭმელს მომტანი. გაასაჩივრეო და რა უნდა გაასაჩივრეო, ვის უნდა გაუსაჩივრეო, როცა დგავარ ვიდეოები აქ აბუნდობ, დგავარ. და ნუ წერს ჯარიმა. გაასაჩივრე, არ ვიცოდი დებილი ვარ, ტელეფონის ნომერი არ მაქვს მიბმული საპატრონოში და ვერ ვნახე. ხალხო წარმოგიდგენია 970 ლარი რამდენია და პლუს ასეთ დროს
როცა დღეში 120 ლარი მჭირდება მარტო ნიკასთვის უდანაზოგოდ ყოველთვის მაქვს ხოლმე ებრაელის უჯრა 100 ლარიც რო იყოს ყოველთვის შენახული მაქვს და აკიდებ ხოლმე ხელს ახლა არ არის უჯრა არ ვიცი რის იმედი ამეხსნება ყატაღები რაც იქნება დანარჩენი პატარა სისხლს გამოვიტან და გადავიხდი იმიტომ რომ 2 კვირისას გადახდა უფრო გამჭირდება სისხლს დაუფარავ წინსრებით უპროცენტოდ იქნება და სახელით მეტყობა ვიტყობ ხოლმე ხაცა ხო ჩემ ბრალიც არიდან გამორთული უმოძრაობდი ეს პერიოდი მაგრამ ვინმეს ეთქვა მაგრამ სურათებში ვიღაცებს უკან მიყენია მანქანა ნუ იმათაც ჯარიმები აქვს ვიღაც ეთქვა აქ ნუ აჩერებ შვილო დაჯარიმდები რამდენჯერ მაგაჩერებული ანუ კვირაში 2 ჯერ ხომ მივდიოდი ორ ნაბიჯში ორ კვირა ვიმუშავე სახელმწიფოსთვის. ორი კვირა ვიმუშავე იმისთვის, რომ ტელეფონი არ მაქვს ხვალ მივდივარ ქავთარაძეზე უნდა მივაბა თორე. ეხლა რაღაცას ერთხელ რო წამოედები. არა ეგ სრულად არ არის, მოკლედ ძალიან ისეთი დღე მაქვს. ხო მივდივარ და ეკიმ სურეკავ რო ვაგვიანებთ თქო. მართლა ტელეფონი ხელში მეჭრა ყურზე არ ვიდებ ხოლმე. სხაპრებში როა, სად იყო და სად არა პატრული გამოჩნდა უცებ. ერთი დამძახ გადააყენო არ შევიმჩნი, მეთქი იქნება. ალერგია მაქვს. იქნება და დამიკიდოს. არა, მეორითაც გამეორე გადავაყენე. აი გოხდათ მქონდა ჩალაგებული ტექპასპორტი და მანქანის ნომრები, ან მე რომ აჩერებს. ნიკაზის უკანამ თავის ფეხებით და გასტილებით. ხოდა ვაწვდი უკვე საბუთები წარმოგიდგინე თუ ინსპექტორი ესა და ესა. ვაწვდი ხრასისა, არ მიყვარს მახლა იწნამოდარები და აი აღარ ვიზავ და ის. გაცნობიერებულად როცა ავნები. ხოდა ეკიპს ველაპარაკ ნიკას გახედა და ბავშვს ფეხი აქვს მეთქი მოტეხილი და იქიმთან მივყავდა თქო და ველაპარაკობდი ტელეფონზე თქო. ვაგვიანებთ თქო. დაველოდო ერთი წუთია. ისიც მივაჩოთკე 50 ლარი 20 ბუღალტრულად დავითვალე. თვის შუაში და თვის ბოლოს მაქვს ხოლმე ხელფასები, ეს რო ახლოს იყოს ხელფასებთან არ გამიჭირდებოდა. ვიზარალებდი ნოლზე მოვიჭდებოდი, მაგრამ დამატება აღარ დამჭირდებოდა. ხო და ის 50 ლარიც მივაჩოთკე, რომ ესეც საშუალია. მოდის ბრუნდება უკან და არც ერთი ვიდეო ჯარიმა არ მაქვს. იმდენად კარგი და ჯერ ჩემი მანქანა ისე 500 წლის არის. მაგრამ იმდენად მოწესრიგებული და კარგი მძღოლი ვარ, არ არსებობს რომ სიჩქარეს გადავეჭერბო, ან გადავკვეთო ან ის ან ეს. მიუხედავად იმის, რომ სულ Google Map-ით დავდივარ და იმ ლოკაციებზე მივდივარ, რომ საერთოდ არ ვიცი, იქ შესვლა შეიძლება, არ შეიძლება. მე ძალიან ვფრთხილობ. რას ფრთხილობ ქალა თურმე აგერ საბჭოზე რომ მიდიხარ საჭმლის აღება დედა გაქვს ნადირები. არ დამიწერე ჯარიმა სიტყვიერი გაფრთხილება მომცა და დავლოცე. ხო შემეშინდა, მაგრამ უარესად გავნერვდა თითქოს 50 ლარი რაღაც მიწყვეტდა, მაგრამ აი კიდე რომ რაღაც გემატება. შენ დედამ გაიხაროს თქო ასე მოთხარი შენი გაზდისთვის თქო. ხოდა ჩესტი ავღაია და ამშვიდობით ცოტა ჩაიცინე, მაგრამ პატრულის ფორმიდან არ გამოვიდა. შავი ბიჭი დამდევს, ესეც პატრული იქნება, ვნახოთ ვინ არის. A, B, G, D, E, B, ვირი, შავი. ეხლა არ გინდა აწერილებია გაგზავნილი ახსრულების. მე ხო სოფლელი ვარ, წნორში ვარ ჩაწერილი. მამას როგორ დაუთხრა, ვურეკავ. მამა მეუთხარი არ ინერვიულო. ასე მომივიდა სურათები დასაბუთებულად ჩამოყარე, რომ არ ფიქრის ამ კაცს, მაგრამ ეს ქალი გამიგიჟდა.
ხოდა ასე გამეკაიფა რომ ჩემს დედინაცვალზე თუ მის ცოლზე იმას ვეწყო რომ არის ნერვიულობასო. ხო. დავიდი ახლა მე არ ვიცი რამდენი ხნით მივდივარ, იმიტომ რომ ხალხო ეს ყველაფერი და გადავლახო, ამ ყველაფერს უნდა გავუძლო. არ ვიცი მოვალ თუ არა მალე, არ ვიცი შევძლებ თუ არა ამ ყველაფრის მობილიზებას და ამ ტრაგედიიდან გამოძრომას. ყველაფერი მიიბით ყველგან. ჩემსავით დაუდევრად არ მოიქცეთ. გოცდით.